რომელიც გჭირდებათ, რომ ინგლისური წინააღმდეგები ააგოთ სწორად. ინგლისურში წინააღმდეგების სტრუქტურა, ანუ როგორც იგება წინააღმდეგები, არის მხოლოდ ერთი ტიპის. ეს სტრუქტურა არის SVO. ეხლა რას ნიშნავს თითოეული ეს ასოები? S ნიშნავს subjects, V ნიშნავს verbs ანუ ზმნას, O ნიშნავს objects, object. აში მჭირდება ეს, რომ წინადადება ავაგო. ძალიან მარტივად, ინგლისურის ნებისმიერი წინადადება აუცილებლად უნდა მიყვებოდეს ამ თანმიმდევრობას. ან ჯერ უნდა ვთქვა სუბიექტი, სუბიექტს უნდა მოყვებოდეს ზმნა და ზმნას უნდა მოყვებოდეს ობიექტი. მოდი განვიხილოთ რა არის სუბიექტი. სუბიექტი არის ის, ვინც მოქმედებს, ან ის, რაც მოქმედებს. სუბიექტი შეიძლება იყოს მაგალითად მე ვლაპარაკობ. სუბიექტი შეიძლება იყოს ნინო, რომელიც ცეკვავს, ვთქვათ. სუბიექტი შეიძლება იყვნენ ჩემი მეგობრები, ვთქვათ, ჩემი მეგობრები დარბიან. ანუ ის, ვინც მოქმედებს. ის, ვინც მოქმედებს, ინგლისურში ყოველთვის პირველია. ზმნა ძალიან მარტივად მოქმედება, ნებისმიერი მოქმედება წინააღმდეგობაში უნდა იყოს მეორე პოზიციაზე. და მესამე, ობიექტი, ის, ვისაც ან რასაც მიემართება მოქმედება. მაგალითად, მე ვჭამ ნამცხვარს. ნამცხვარი არის ობიექტი. ან მე ვუსმენ მუსიკას. მუსიკა არის ობიექტი. განვიხილოთ რამდენიმე წინადადება. და მაინც ლამაზად ვერ ვწერ და მომიტევეთ. ესე იგი, I read books. ეს არის ერთადერთი წყობა ამ წინადადების, რომლითაც შემიძლია რომ სწორი წინადადება ავაგო. ვერ ვიტყოდი read I books, ვერ ვიტყოდი books I read, ვერ ვიტყოდი books I. ქართულში ასეთი კაცრი სტრუქტურა არ გვაქვს. ქართულში შემიძლია ვთქვა წიგნებს ვკითხულობ, ან მე წიგნებს ვკითხულობ, ან წიგნებს ვკითხულობ მე. ქართული არის უფრო მოქნილი. ამ მხრივ რომ შემიძლია სუბიექტის და ობიექტი გადავაადგილო. ინგლისურში ასე არ ხდება. მეორე ვარიანტი რა შეიძლება მქონდეს არის სუბიექტი შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სიტყვა. ამ შემთხვევაში ერთი სიტყვა, მაგრამ შეიძლება ასევე იყოს my friend loves music. დავაკვირდეთ რას? ჩემი მეგობარი ორი სიტყვაა, მაგრამ სუბიექტია, ანუ სუბიექტი შეიძლება იყოს სიტყვათა ჯგუფიც. loves უყვარს ზმნა არის, music მუსიკა ობიექტია. მოდი ვარ მესამე წინააღმდეგაც განვიხილოთ. მაგალითად N and team watch movies. ანა და ტიმი არიან სუბიექტები, მაგრამ მოქმედებენ. watch ყურება ზმნა არის, ანუ verb და movies ფილმები. უნდა გვასწავლოს ამ სტრუქტურა. ის, რომ წინადადებები უნდა ავაგოთ ამ თანმიმდევრობით. ახლა თუ გაგიჩნდათ შეკითხვა, ნუ თუ წინადადებაში სხვა რომელიმე წევრები არ არის, რა თქმა უნდა არის. შეიძლება იყოს მაგალითად როდის, სად, როგორ, შეიძლება ობიექტად გქონდეს სიტყვათა ჯგუფი, ან მთელი წინადადება, მაგრამ ამ ეტაპზე ვიმახსოვრებ მხოლოდ ამ სტრუქტურას. SVO. ნებისმიერი წინააღმდეგის აგების დროს, რომელ დროშიც არ უნდა აგებდეთ ამ წინააღმდეგას, გაიხსენეთ. ინგლისურს აქვს SVO სტრუქტურა. რას ნიშნავს ეს? ესე იგი, ჯერ უნდა იყოს სუბიექტი, მერე უნდა იყოს ზმნა, მერე უნდა იყოს ობიექტი. გარდა ამისა, სუბიექტი და ზმნა ნებისმიერი წინადადების შემადგენელი ნაწილები უნდა იყოს ხოლმე. როდესაც ობიექტი შემიძლია საერთოდ გამოვტოვო. ანუ შემიძლია თქვა I read და არ თქვა რას ვკითხულობ. სუბიექტი და ზმნა არის აუცილებელი, ობიექტი არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ არის ობიექტი წინააღმდეგში, ის აუცილებლად ზმნას უნდა მოსდევდეს. დარჩით ჩემს არხზე, იმიტომ რომ გავაგრძელებ ამ სტრუქტურაზე ლაპარაკს და დავდებ უახლოეს დღეებში ვიდეო, სადაც ეს არა მხოლოდ ეს სამი წევრი, არამედ სხვა რა წევრები შეიძლება რომ იყოს წინააღმდეგში და როგორ რა პოზიციაზე უნდა იყოს ისინი, რომ სწორი წინააღმდეგობა მივიღოთ.